აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დროებით 1500-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი და საინფორმაციო ბუკლეტი გადაეცათ, სადაც აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის სამოქმედო გეგმაა მოცემული. აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რასაც მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვახორციელებთ. აფხაზეთის ხელისუფლება დიდი ყურადღებით არის ეს მიმართ. აი დღესაც თქვენ აქ ხართ, ეს დიდი დამსახურება მე ამით თქვენ გამიხანძლებთ სიცოცხლე რომ იცოდეთ. დევნილების მოსახურება, ჯანდაცვა იქნება ეს თუ სხვა საკითხები, ეს არის ძალიან დიდი ამბავი. გილოცავ დამდეგშობა ახალწელს პირველ რიგში. დღეს აფხაზეთის მთავრობის მინისტრი გვესტუმრა. ჩვენც მოგულოცა ახალი წელი, საახალწლო ნობათი გადმოგცა ჩვენს და-ძმებს და ძალიან გაგვეხარა-მოსვლით. ინიციატივის ფარგლებში ნობათების გადაცემის პროცესში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძეც პირადად ჩაერთო და აბაშაში, ხოფსა და სენაკში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებებით გამოირჩევიან, თავად ესტუმრა. ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა. ვცდილობთ დავეხმაროთ 1500-მდე დევნილ ოჯახს, რაც მნიშვნელოვანია მით უმეტეს ამ წინა საახალწლო პერიოდში. ჩვენი მთავრობის მიზანი არის თითეული დროებით დევნილი ოჯახის მხარდაჭერა და მათი სოციალური კეთილდღეობა.